დღეს ორი საინტერესო ნახევრად ახალისო არც თუ ისე, მაგრამ ტრაგიკომიკური ნიუსი ახალი ამბავი იყო რუსულ მედიებში. პირველი იყო ის, რომ იაკუტსკის გუბერნატორი, რომლის ტერიტორიაზეც იქით შორს სიმბირის. მე მგონი 1500 კილომეტრი, რამდენიმე 1000 კილომეტრი სიღრმეში სიმბირის. 4000, ხო, სადაც ერთ-ერთი აეროდრომი ძალიან შედეგიანად დაიბომბა, ხო? მიმართავდა პუტინს, რომ დავაჯილდოვოთო, სახელმწიფო ჯილდოებითო იმ გუბერნიის მცხოვრები ადგილობრივი რუსი მოქალაქეები, რომლებიც ყვებიან, რომ ქვებს ვესროდითო, ქვებს ვესროდითო დრონებს რო რამენაირადო ჩამოგვიგდო არ მიგვეშო აეროდრომამდე. ქვების როლიც უნდა დავაჯილდო. ამის პარალელურად სალავიოვი რუსი პროპაგანდისტი თავის გადაცემაში ყვიროდა, მართლა ჩხაოდა, ამ სიტყვის პირდაპირ ხნაოდა, რომ მოითხოვდა დავხრიტოთო ის რუსი ჯარისკაცებიო, რომელთა სელფების და ვიდეოების მეშვეობითაც მომხდარი შესახებ ვიდეო წარმოდგენა შეექმნა მთელ მსოფლიოს. დავხრიტოთო ის ჯარისკაცებიო. ანუ პრობლემა ხო თავისთავად ის არის, რაც მოხდა, მაგრამ ამათვის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეს ვნახეთ. რომ ეს ნახვა მთელმა მსოფლიომ. და ნახა რომ მართლა პირდაპირ ხვებით დაძდევდნენ ამ დრონებს სტრატეგიული სამხედრო ავიაციის ქვეყანაში, რომელსაც მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებთან მიმართებაში ბალანსის დარღვევაზეც არის ლაპარაკი, ხო, სტრატეგიული. გისმენთ? მე ხლა რამდენიმე სპეციფიკურ ელემენტს დავამატებ სპეცოპერაციას დაკავშირებით, რომ მაყურებელს კარგი აზრი შეექმნას. პირველი და ძალიან თავარი, რაც ძალიან კარგად ახსნა ბატონ ლევანმა ყველა დეტალი და ამის ეფექტები, მაგრამ ერთი რაღაცაა, რაც კიდევ უნდა გავითვალისწინოთ. როგორც ჩანს და ეს ბევრჯერ გამოჩნდა, იმიტომ რომ ბევრი დრონების თავდასხმა რუსეთის სიღრმეში რეალურად ხდებოდა რუსეთის ტერიტორიიდან აფრენით. ასეთ სპეცოპერაციას უკრაინის სპეცსამსახურები ვერ დაგეგმავდნენ, რო არ ყავდეთ მეკავშირეები რუსეთში. რუსები, რომლებიც მზად არიან რეჟიმს ებრძოლონ შიგნიდან და გააიღონ რისკი თუნდაც სიცოცხლის ფასად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რაც თავად რუსეთს. დიახ, არა. საინტერესო. თვითონ აი თუ რამე ვიტყვი, ამას ვიტყვი, რომ ვერანაირად მარტო უკრაინის სპეცსამსახურები თავისი ხალხით ამას ვერ გაახორციელებდა. აქ აშკარად ჩანს, რომ მათ ყავთ სერიოზული, მასშტაბური, ძალიან კარგად ორგანიზებული მეკავშირეები რუსეთის ტერიტორიაზე. თუ კი აქამდე ეს შემოიფარგლებოდა, აი ძალიან ბევრი თავდასხმის მაგალითი მინდა გითხრათ, რომ შეუძლებელია დრონი აფრენილიყო უკრაინის ტერიტორიაზე და ისეთ სიღრმეში დაერტყა რუსეთთვის, ეს პირველი არ არის, ხო, ასეთ სიღრმეებზე დარტყმა, ხო? რეალურად ეს ყველაფერი ხდებოდა და ეს საბოტაჟის ოპერაციები ხორციელდებოდა რუსეთის ტერიტორიიდან. ამას ვერ გაახორციელებს, თუ კი არ არის რუსეთის შიგნით მეკავშირეები ხალხი, რომელსაც მობეზდათ პუტინის რეჟიმი და ძალიან დიდი რისკის ფასად მზად არიან ასეთ ოპერაციებს რა ამა თუ იმ ფორმით ხარი დაუჭიროთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ოპერაციის ელემენტი, ჩემი აზრით, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ გამარჯვების ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორიც სწორედ ეს არის. ბატონ ლევანმა ასევე ახსენა, რომ ეს რესურსების ომია, დიახ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. უკრაინის ომი ჩვენ პირველივე დღეებიდან ვამბობთ, ხო, ეს არის გრძელი ომი. ყველანაირად გრძელ ომთან გვიწევს საქმე. არა ჩანს, ყველანაირი მცდელობა იყო, ხო, ახლა ამერიკის შეერთებული შტატების უკრაინის სტრატეგიული მეკავშირე ყველაფერზე მიდიოდა, რომ რაღაცა მშვიდობა დამყარე რაღაც, არა. რეალურად ეს ომი მიდის სცენარისკენ, როდესაც ეს იქნება გრძელი ომი. გრძელი ომი ყოველთვის არის რესურსების ომი. ასეთი რესურსების მიუხედავად რუსეთის დიდი რესურსების და დიდი რესურსების სახელმწიფოს სჭირდება დიდი ხარჯები და დიდი გამოწვევები. ამიტომ ყველა ასეთი ოპერაცია პირველ რიგში ურტყავს რესურსებს. ეს პირველ რიგში დარტყმა იყო რუსეთის რესურსებზე. არა პირდაპირ რესურსებზე, ხო 30% განადგურდა თუ 27%, ამას შეიძლება დიდი მნიშვნელობა არ ქონდეს და ჩვენ ზუსტად ვერ ვთქვათ 100%-ით რამდენი განადგურდა, მაგრამ ზუსტად ის რომ აი ეს უნდა შეიცვალოს, რაც ბატონ ლევანმა ახსენა, დამატებითი რესურსები მოიზიდოს, ანუ ამაზეა საუბარი და კიდე რო არ გამეორდეს აღნიშნული რაღაცა. რუსეთი დიდი ქვეყანაა, ღრმა ქვეყანა, ანუ კიდე უფრო მოუწევს რესურსებზე მოჭერა და მობილიზება პირველ რიგში ადამიანურ რესურსებზე, რომ ასეთი ანალოგიური ან უფრო მასშტაბური არ განმეორდეს.